გამარჯობა, დღეს 14 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1987 წლის 14 თებერვალს დაიბადა ურუგვაელი ფეხბურთელი ედინსონ კავანი. ის თამაშობდა არაერთ ცნობილ გუნდში, მათ შორის ნაპოლიში, PSG-ში, მანჩესტერსა და ვალენსიაში. 1942 წლის 14 თებერვალს დაიბადა ამერიკელი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი. ის იყო ნიუ-იორკის მერი 2002 წლიდან 2013 წლამდე. 1991 წელს მან დააარსა ამერიკული კერძო კომპანია ბლუმბერგი, რომლის ღირებულებაც 100 მილიარდს აჭარბებს. 1988 წლის 14 თებერვალს დაიბადა არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია. მან ითამაშა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მადრიდის რეალი, მანჩესტერი, იუვენტუსი და PSG. ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში. 1992 წლის 14 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ფრედი ჰაიმორი. 1992 წლის 14 თებერვალს დაიბადა დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი. ის თამაშობდა აიაქსში, ტოტენჰემსა და ინტერში. ამჟამად მანჩესტერის ფეხბურთელია. 1997 წლის 14 თებერვალს დაიბადა სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი ჯეი ჰიუნი. 1993 წლის 14 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ალბერტო როზენდე. 1954 წლის 14 თებერვალს დაიბადა ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი ალან პარკერი. 1996 წლის 14 თებერვალს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი. ის თამაშობდა მადრიდის ატლეტიკოსა და მიუნხენის ბაიერნში. ამჟამად ის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად პარიზულ გუნდში თამაშობს. 1928 წლის 14 თებერვალს დაიბადა ქართველი კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი გურამ პატარაია. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.